ჩვენს მიმართ აკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალა უფრო კაცი აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობით. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას პოლიციელებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. ის ჯერ რუსთავის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ისევ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. ფიგარქია უნდა დაემხოს. დიდება საქართველოს. ათეს მივმართავდა ყველა იმ რეჟიმის პატიმარს, რომელიც დღეს მისთან ერთად ამ სამართლებისთვის იბრძვის. მივმართავ ჩემ მეგობარ საბას ხვიტარიძეს, მივმართავ ჩემს უსაყვარლეს მეგობარს ნიკა კაციას და ყველა იმ რეჟიმის პატიმარს, რომელსაც პირადად არ ვიცნობ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ყველა რეჟიმის პატიმარი, ყველა პოლიტპატიმარი დღეს საქართველოში არიან ის რწმენა, რომელიც არ დანებდა, როდესაც ქვეყანა მდუმარეთ ეშვება უფსკრულში. მინდა მათ ეს ვუთხრა, რომ ის თვითონ არის სინათლე და მას არანაირი სინათლის ძიება არ მოუწევს არსად. მინდა ვუთხრა, რომ ის არის ის და ყველა რეჟიმის პატიმარი დღეს არიან სინათლე თავისუფლების, სწორედ ამისთვის იბრძვის ნიკა უკვე 13 წელია, ამ 13 წლის განმავლობაში მეოთხედ დააკავეს უკვე. პირველი ის იყო 2013 წელს რუსული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. პირველი ნიკა დააკავეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნიკას დაკავება, მეოთხე ნიკას დაკავება იქნება ბოლო. დაკავებამდე გვარამიამ რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელი შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს გადასცეს, სანამ გვარამიას ხელბორკილებს დაადებდნენ. მანამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სავარაუდოდ ციხეში 1 წელი მოუწევს ჯდომა. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში საპატიმროში ძილს, კითხვას და სამშობლოზე ფიქრს აპირებს. სათქმელი მაქვს ერთადერთი ოლიგარქია უნდა დაემხოს. ეს არის მთავარი. მეც ამ წუთში არც მნიშვნელობა არ აქვს. დაობა უნდა ქონდეს ყველაფრისთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. ამ ვითარებაში უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი არის შესაძლებელი. მე არ ველოდები ჩემს ხარდაჭერას, მე ველოდები სამშობლოს საქართველოს ხარდაჭერას. განცხადებები არ იქნება მხოლოდ ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ჩვენ აქ საქართველოში ქართულმა ხალხმა. რატომ უნდა გადამეხადო? ვიღაცას რომ უნდა, იმიტომ არ გადავიხდი. მე ვემორჩილებ საქართველოს კონსტიტუციას და არა ივანიშვილის ყუშტურებს. ნიკა გვარამიას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ გირაო პატიმრობით დღეს შეუცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებენ აჭყებიამ გამოაცხადა. თავად გვარამია პროცესს არ ეწრებოდა და სასამართლოს ნაცვლად პირდაპირ რუსთავის ციხესთან მივიდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30,000 ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორების განმარტებით შუამდგომლობის მიზეზი გვარამიას მხრიდან მისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა. ნიკა გვარამიას ადვოკატებს სასამართლო პროცესზე არც შესავალი სიტყვა წარმოუთქვამთ და არც მოწმისთვის დაუსვამთ კითხვები. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, ეს ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება იყო. ეს
სკოლა შესრულდა დღევანდელი რიცხვისთვის დაინიშნა სასამართლოს შტომა, თუმცა ამჯერადაც არ გამოსცადა. სასამართლო ეცემა, რომ ეს განმარტებაც მნიშვნელოვანია ის სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს აფხაზის კომიტეტის პირაოს ატინგობით შეცვლას. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბუნებრივია ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით ჩვენ არ დაგვიფიქსირებია პოზიცია პატიმრობის შესვლასთან დაკავშირებით. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი პირადი პოზიციაც ემთხვევა ნიკას პოზიციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ მოღალატეობრივმა არაადამიანურმა რეჟიმმა როგორ გაუშვა ციხეში 4 წლინახევრით 21 წლის პატრიოტი მათე დევიძე და ამ პირობებში ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბარი განხილვა ხლად მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. არანაირი განსხვავებული მოლოდინი არ გქონია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთვის ყველაფერი წინასწარ არის ხოლმე ცნობილი. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ხელისუფლება რეალურად არ ყვავს და ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების გაგრძელება, ცხადია რომ არ შეიძლება განსხვავებული მოლოდინები ქონდეს. ესენებად მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ქონდა გირაო, რომლის გადახდის ვადად განსაზღვრული ქონდა 50 დღე. მიუხედავად ამ ვადის გასვლისა, მან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს ოდენობა, ასევე ამას დაემატა ის გარემოება, რომ ბრალდებული არ წინას ხდომაზე, არ დღევანდელ ხდომაზე არ გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც მიმალვის საფრთხე, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობდა უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რაც გაიზიარეს სასამართლომ და ბრალდებულ ნიკა გვარამიას შეუფარდა პატიმრობა. ნიკა გვარამიას დაკავებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ოპოზიციაში, მას სოლიდარობას უცხადებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ნიკა გვარამია და სხვა პოლიტიკური პატიმრები მალე გარეთ იქნებიან. ნიკა გვარამია თავად ნამდვილად მზად იყო და ამაზე საჯაროდაც საუბრობდა უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა კადრები, როგორ ღირსეულად, როგორ მშვიდად წავიდა ამ უსამართლო ტყვეობაში დღეს ნიკა გვარამია. მაგრამ ასეთ დროს ის, ვინც არასოდეს არის მზად ასეთი უსამართლობისთვის და განსაცდელისთვის, არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით შვილები. ნიკას შვილებს მამის უკანონო ტყვეობის ტრამვა უკვე გამოვლილი აქვთ ეს ტკივილი და დღეს ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გაცოცხლდა და კიდევ ერთხელ გაცხადდა. ეს რეჟიმი გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური ღირებულებებისგან, როგორიც არის კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. ძალიან მძიმეა საყურებლად, სანახავად, გასაანალიზებლად და გასააზრებლად რაოდენ ნორმალიზება ხდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების ანგარიშწორება, მათი დაპატიმრება, როგორ შეიძლება რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც პოლიტიკურ კლასს წარმოადგენენ ამ ქვეყანაში, ნორმად იქცეს ეს რაღაცა ციხეში ჯდომა, ტყვეობა და ეს უბედურება. ძალიან მძიმე სანახავია, ჩემი სრული სოლიდარობა ნიკა გვარამიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია, სხვა პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები ძალიან მალე იქნებენ გარეთ, იმიტომ რომ არ მგონია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ უდდეს პატივს ვცემ ქართულ საზოგადოებას, არ მგონია, რომ აი ეს ძალადობის სპირალი არის ბუნებრივი მდგომარეობა ჩვენი საზოგადოების. არ მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიღაცებს რაღაც შეიძლება მოსწონდეთ, ნიკა გვარამია არ მოსწონდეთ, მამუკა ხაზარაძე არ მოსწონდეთ ან სხვები, მე არ მგონია, რომ ეს საზოგადოება არის განწირული აი ამ კადიროვშინაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას გამოეხმაურა დედაქალაქის მერიც კახა კალაძის თქმით, როდესაც პოლიტიკოსი არ ყვევს კანონს, პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარი ვერ იქნება. პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ხედავთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, თუმცა როდესაც ჩვენ არ ვღებ კანონს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარად. რა თქმა უნდა, ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში
და განახორციელებს შესაბამის ქმედებებს. იმავე საქმის ფარგლებში პატიმრობა აქვს შეფარდებული კოალიციის სხვა ლიდერებს ურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მელიას. ნიკა მელია 29 მაისს დააკავეს მელიამ პროცესზე თქვა, რომ ის გაიტაცეს ძალის გამოყენებით ჩასვეს ფურგონში, სადაც 11 პირი იყო, რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ის 22 მაისს დააკავეს და ბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადეს. 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20,000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილის ხდომათა დარბაზშივე დააკავეს. სამივე შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის მოტივი გირაოს გადაუხდელობა იყო. კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.